არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილი ქალების საკუთარი უფლებებისათვის წარმომადგენელი ნონა უბილავა დევნილთა სამმართველოს უფროსის ირაკლი ქოჩუას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი ქოჩუამ პრესკონფერენციაზე დევნილთა გარკვეული ნაწილისთვის შემწეობის მოხსნის შესახებ მედიაში გავრცელებულ განცხადებას სიცრუე უწოდა. თუმცა იმავე დღეს მედიაში ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გავრცელდა, სადაც ხადური ამბობს, რომ სწორი იქნება, რომ დევნილთა შემწეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც ამის საჭიროება აქვს. თუ კი ადამიანს დიდი შემოსავალი გააჩნია 28 ლარიანი შემწეობის მიღების ნაცვლად, ჯობია სხვა მიიღოს 56 ლარი. ნათქვამია ხადურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ვინ ცრუობს? ქოჩუა თუ ხადური თუ მედია? ამაზე ალბათ ქოჩუა გასცემს პასუხს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ეს პროექტი შესული არის ეხლა ამ ეტაპზე სამინისტროებში. ბატონი ხადურის მიერ გაკეთდა შეფასება. მოსალოდნელია, რომ დანარჩენი მინისტრები და სამინისტროები გააკეთებენ ასეთივე ანალოგიურ შეფასებას და მწვანე შუქს აუნთებენ ამ კანონ პროექტს. შემდეგ ეს კანონ პროექტი შევა პარლამენტში და სავარაუდოდ პარლამენტი დაამტკიცებს მას. და შემდეგ როგორი კომენტარს გააკეთებს ბატონი ქოჩუა, ჩემთვის ნამდვილად საინტერესო ფაქტია. ნონა უბილავა ასევე მიიჩნევს, რომ უნდა იმუშაოს მუდმივ მოქმედმა კომისიამ, რომელიც განსაზღვრავს, რომელ დევნილს აქვს მაღალი შემოსავალი. კომისიის მუშაობა კი უნდა ანაზღაურდეს. მუდმივ მოქმედმა კომისიამ, რომელიც გადაამოწმებს იმ დევნილებს, რომლებთაც აქვთ მაღალი შემოსავალი თუ დაბალი შემოსავალი. ესეც გასარკვევია, ვისთვის რა არის მაღალი შემოსავალი და ვისთვის რა არის დაბალი შემოსავალი. ეს მუდმივ მოქმედი კომისია სულ უნდა იყოს მოქმედებაში, ამიტომ ბუნებრივი ანაზღაურებადი იქნება მათი მუშაობა. რომელი იქნება უფრო ძვირად ღირებული ეს კომისიის მუშაობა თუ დევნილების 28 ლარი, ესეც საკითხავია. უბილავამ ქოჩუა დევნილებისთვის სრულ დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იმ კორპუსების მშენებლობა, რომელიც ზუგდიდში მიმდინარეობს, ნამდვილად არ იქნება საკმარისი ყველა დევნილისთვის, რომელთაც ქოჩუა აქ დასახლებას პირდება. მე მაინტერესებს, როგორ გადაანაწილებს 280 ბინას ირაკლი ქოჩუა 1000-ობით დევნილზე. ხომ არ ჯობია, რომ ამ ადამიანმა გაუმჯობესოს კომუნიკაცია, სიმართლე უთხრას დევნილებს, როცა ქოჩუა პირდება ამ დევნილებს, ის უპირისპირდება საკუთარ სამინისტროს. ვინაიდან სამინისტრო აცხადებს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, ეს არის ის კრიტერიუმი, 9 გვერდიანი კრიტერიუმი, რომელიც უნდა შეავსოს დევნილმა და საიდან იცის მან წინასწარ, რომელი ოჯახი რომელ კრიტერიუმში ზის, რომელ ოჯახს რამდენ ქულას მიანიჭებს სამინისტრო. რაღაც უცნაური ტრაგიკომედია გვაქვს ჩვენ ამ სამინისტროს წარმომადგენლობასთან მიმართებაში. უბილავას განცხადებებისთვის დღეს ირაკლი ქოჩუას არ უპასუხნია. მან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გააკეთა კომენტარი.